ენგურის ეგრეთ წოდებულ საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო სივრცე, ციფრული საინფორმაციო დაფა, თაჩპადი დამონტაჟდა. თაჩპადში თავმოყრილია ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შეიქმნა ერთიანი საინფორმაციო პორტალის სახით. იგი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს მიიღოს სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ. ინოვაციურ სისტემაში ასევე ხელმისაწვდომია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები. თაჩპადის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დღეს დასრულდა უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ემსახურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის, ექნებათ საშუალება აფხაზეთის მთავრობის სისტემაში შემავალი ყველა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ინფორმირებულობა, შეეძლებათ ამ პროგრამებში მონაწილეობის მიღებაც და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩართულ და მონაწილე მხარეს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით ჩვენ განვათავსეთ ენგურის გამშვებ-საკონტროლო პუნქტთან თაჩპადი, ეგრეთ წოდებული საინფორმაციო სენსორული დაფა, სადაც ჩაიტვირთა ეს პორტალი და ასევე აფხაზეთის მთავრობის სოციალური სერვისებიც უკვე ადამიანებს, როდესაც ისინი კვეთენ გამშვებ პუნქტს, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ციფრულ დიჯიტალიზებულ საშუალებებში ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე იყო აქამდე განთავსებული, სხვადასხვა სამინისტროებში, სხვადასხვა ჯანდაცვის სერვის მიმწოდებლებში თუ სხვა. სახელმწიფო ზრუნვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ჩვენი მოსახლეობა, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სახელმწიფო მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებს შეუცვლუყდეთ წვდომა იმ სერვისებზე, რომლებსაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს თავაზობს.